რა გნება? და დომინო და ის რატო? ხელა. აქ კაია ის არის, რა ქვია? სულთა ჰაერია, ფედია. აქ გამოდის ხოლმე ჩემი მეზობელი აქ ცხოვრობდა. ზის ხოლმე ისა, რა ქვია, კაი ბუნება და ისა. ო და ჰაერია, აბა ჟანგბადი. ო იწვის ყველაფერი. ხელა. თუ გინდა რომ იმასნა, რა ქვია? ქალაქში არ უნდა იარო, აქ უნდა იარო და როცა თავისუფალი ის გაქვს დრო და რამე სახლში აბა სტუდია სახლში ვერ გაჩერდები ადამიანები ეს მომივიდა ეს რა ხდით რა ინსულტიდან ხართ ასე ჯოხი დადიხართ ხო არა ზოგს აქვს ინსულტი და არ დადიან რა ვიცი ჯოხი მე ინსულტი მაქვს ორი ერთმა დამატა მერე მეორე ხო იცე რა მერე წნევამ დავა იცის გამეორება ხო კი აბა 4 ჯერაც ხონიათ და 5 ჯერაც ხო და მერე რა არიცი ადამიანმა ხალებსაც ხო ემართებათ და არ უნდა გამოვიდნენ ადამიანებმა გაზი იშვიათად რა ხო იმით ხო არ შეო ფუდი ვერ ნახე რამე ფუდი 2 ლარი თუ ლარი ღირს ეორადებში არ ეცხავ და ხო აბა რა ვიცი უნდა მოედ აქეთ ახლა კაია სიგრილია ხო და ზე არ უწევს ვერ გუოფ ესე იგი ხო ვერ გუოფ ახლა ლარი დედამი ხო მარა ასე რა ვერ მები რო გახიდე გაირო ხო მაინც ხო აბა იმერეთიდან არა იმერელი რაჭველები არიან ისე ჩემის რაჭაშია გურული მყავს დედა და ამა იმერელი არის იმერეთიდან აქცენტი გაქვს ხო არა ზოგი ამბობს ისაო მეგრულიო და მეგრულთან არა ხანდახან მეუნებიან ზოგიერთები რომ თვითონ მეგრელია მეგრელი ხო დაგიჭერდი იმას ეს ვიცი ერთი პატარა ლექსით რო არის ჟარე მუაჩქემი დადო მურაცხები ხო ეს ლექსია პატარა როა დედე და ჩემი და დარწმუნდა იმა რუსეთში ვარ დაბადებული იქ ვიყავი და 3-4 მე იმერელი დედრე მყავდა მეგრელი მყავს რძალია და გაჩიჩილაძე მყავდა ხო შონია ხო ის შონია შონიები კი ცნობილი ისა გვარი და თქვენ რა გვარი ბრძანდებით მე ლაგვილავა ეს ხალხი კაცო რა კარგად იყო ადრე კომუნისტები და სამსახური ქონდათ რა ისა დღეს ახლა გაჭირებულები არიან ჩემს იყო გაჩიჩილაძე ეგენი არიან ახალ ეს გაჩიჩილაძე რო არის ოპოზიციონერი ახალციხის რაიონში გადასახლებული მაშინ იყო ის დრო მრავალშვილიანები გადაასახლეს ხო გადასახლება იყო ეს იმერეთიდან ასახლებდნენ ხალხს ისაც ბევრი შვილი რატო და აი იქ რო ასახლებდნენ იმაში მესხეთში თურქეთის რატო და ტერიტორია რო არ დაკარგული იყო ასახლებდნენ მაგრამ ახლა იქ არაფერი პირობები არ არის იქ არიან ხო არა გაჭირება არის არ არის არც ფაბრიკა არც ქარხნები ხო ჩემი სიდიდე აკმა იქ არის არის ერთ-ერთი ისა სოფელი ზიკილია იქ არიან ჩასახლებული ეს ახლა ნერვიულობის მოგივიდა ეს ინსულტი ნერვიულობა ო რა საშინელი ხო მაგრამ ადრე თუ მუშაობდით რა საქმიანობდით მშენებელი ისა რა ქვია დიდი ხნის ხო ხარ ინჟინერი ხო ის თუ იცი რა ქვია ფოფხაძე იყო ისა ბაბუაჩემი მაგეთოლინა შეიძლება აქ იყო ისა აი ტრესტი როა არ გვეთა და ისა შეიძლება კი იცი ხო იქ მუშაობდა ფოფხაძე იყო მიშა ფოფხაძე აი ამ მშენებლობებზე იყო და ტრესტის ის იყო მართველი და მე ჩემი ცხოვრება სულ მშენებლობა გავაკეთე იქ არ ხარ ნამყოფ არ გვეთაში არა
48 წელი გავატარებ. ხო. კისო იყო კიდევ კირკიტაძე იყო. ხო. მონათესა აი მერეძე ვიძახი ახლა. იქ მოღვაწეობდა ბაბუაჩემი და აქაც იყო მე თბილისში ჩამოვიდა და მშენებლობა რო ყოლე მე დაიღუპა. ხო, ახლა ეგერ არის ის ხალხი რომ არის. ხო, და იქ არის. აქ ცხოვრობ ახლოში. აქაც არის. არა, მე დანიდან მოვედი. დანიდან დავიწვი იქ. ოი. და დამოვედი. ხო, რა ვაკეთე. იბადა ახლა აგვისტო მოდის, აგვისტოში უფრო დაწება და что, მე სექტემბერი 15 მასე იყო. რა ვიცი აბა. მე აი ჩაუყვები ახლა Mm. დაბლა. აგერა ჩახვალ ხო, მაგრამ რა არიცი, უნდა მოერიდო მაინც. რა ვიცი, ზოოპარკია თუ რაღაცა რომ მოხდა. ხო და გამოაცხარეთ. ხო, გამოაცხახვნავალ ადგილებში არის. ეხლა ხო. გუშინ. მაგრამ აქედან ახლა რა ვიცი, ჩახვალ ხო, კი ჩახვალ. გუშინ. მე აქ არ შევდივარ. სადგურზე. ჩისტავები როზიან. ვინცი? ჩისტავები, ხოსაცი. ხო, ჩისტა, ხო. ხო. ასაგე. ბად. ერთ ჩოლდერო. ოი. აი. დანში. ბოლოს. ხო. გუშინ აფეთქებულა. გაზი. ხო, ეს ვიცი, ხო, იქ ცხოვრობ თქვენ. იქ რო აფეთქდა, ხო, ვიცი, ხო, 45 ოჯახი რო დარჩა ისე. ხო. უსახკაროდ დარჩა, ხო. ჩისტავე ჩოლი მოყვა. ასურეთელი. ოი. ხო, მარა დაიღუპნენ ბევრიო და რა ვიცი. არა, გლომახა. ამის ჩოლია. ოჯახები და რა ვიცი. გოგო არის დაზიანებული. დაზიანებული. ხო, რა ვიცი, მეორე ისა გარდაცვლილა ერთი თურმე და სავანტყოფოში ყოფილა. კარგად აბა, კარგად. ბედნიერად აბა ჯამთელად და კარგად. იხარე.